მოგესალმებით ძალიან ბევრ ადამიანს, ვისაც პირადად ვიცნობ და ახლა მიხარია კიდევ ერთხელ თქვენი ნახვა. კიდევ ერთხელ სასიხაროა თქვენთან შეხვედრა. შეხვედრა, რომელიც ერთდროულად ემოციურიც არის, დატვირთულია სიყვარულით, დატვირთულია იმედით, მაგრამ ამავე დროს საქმიანიც არის, იმიტომ რომ ჩვენ საუბრობთ იმაზე, საით და როგორ წავმართოთ ერთად, საით გაუძღვოთ ჩვენ ქვეყანას. ჩემო პატივსემულო ხალხო, ჩემო მეგობრებო, ვიძინამ ილაპარაკა იმის თაობაზე, საით მივდივართ და ბუნებრივია, რომ როდესაც შარშან ჩვენ ვიკრიბებოდით და საუბრობდით იმის თაობაზე, საით უნდა წავიდეს საქართველო, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი იდგა. ძალიან რთული იყო ის, შევძლებდით თუ არა ამ გამარჯვების მოპოვებას. მე მახსოვს ამ შიდა საუბრებში ფაქტიურად ყველას ეპარებოდა, ეჭვიდა ერთადერთი ადამიანი, ვინც შვიდად გვამშვიდებდა და ამბობდა, რომ ჩვენ მოვიგებთ უსისხლოდ და მოვიგებთ მშვიდობიანად და ჩვენ საქართველოს გეს შევცვლით, იყო ბიძინა ივანიშვილი. ძალიან ძნელია, როდესაც ბევრი ადამიანი გარწმუნებს, რომ რთულადაა ვითარება შეინარჩუნო ეს სიმშვიდე და აი ამ სიმშვიდით გაუძღვე იმ ჯგუფს, ვინც მოწოდებულია, რომ შენთან ერთად იყოს, მაგრამ შესაძლოა რაღაცა თვალსაზრისით ეჭვეპარება. მაგრამ ვიძინან და ჩვენ ერთად ყველამ შევძელით ეს და დღეს ჩვენ ვდგევართ სრულიად ახალი არჩევნის წინაშე. ეს არჩევანი უკავშირდება იმას, როგორ სწორად გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორ ის გეზი, რომელმაც საქართველოს გზა უბსკრულიდან წარმატებისკენ შეცვალა, აი ეს გეზი განვამტკიცოთ და გავიტანოთ ბოლომდე. მე თქვენ გეტყვით, რომ ძალიან ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორი არსებობს. მე თქვენ გეტყვით, რომ ეს ფაქტორები ზოგჯერ ჩანს და ზოგჯერ შესაძლოა ისე თვალნათლივ არ არის. და როდესაც მე დავდივარ რეგიონებში, ხედავ უამრავ ტკივილს, უამრავ ჭრილობას, უამრავ სირთულეს, რომელიც თურმე შეუქმნიათ ამ 9 წლის განმავლობაში და გრძელდება აი ამ ჭრილობებზე გარკვეულწილად მარილის დაყრა. კახეთში რომ ვიყავით, უცებ აღმოვაჩინეთ, რომ არის ადამიანი, აფხაზეთის ომის გმირი, უბრალოდ მისი ოჯახი, რომელსაც არავითარი დახმარება არ აქვს მიცემული. აგე ონის რაიონში ვიყავით და ის პროგრამა, რომელსაც ვაკეთებდით, რომ მოსწავლეები ატარონ ავტობუსებით, რომელიღაცა სოფელში არ ხორციელდება. შორს რა წავიდეთ საჩხერეში, ვიცით, რომ ვაუჩერების პრობლემა არის. როდესაც გუშინ ველაპარაკებოდი ინგლისის ელჩს, ის ქალბატონი მეუბნებოდა, რომ თქვენ არ ატყავთ ელჩი ინგლისში, იმიტომ რომ არ ინიშნება ეს ელჩი. ყველა ამ პრობლემის უკან დგას ის ძალა, რომლის მთავარი მიზანიც არის, რომ ხალხსა და მთავრობას შორის ბზარი გააჩინოს, რომ რაც შეიძლება უფრო მეტად შეაკავოს ის, რასაც ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება უფრო მეტი ხელი შეუშალოს იმისთვის, რომ საქართველო არ იყოს წარმატებული, იმისთვის, რომ საქართველოს სახელი ისე არ გავიდეს გარეთ, როგორც ეს ჩვენ გვეკადრება, იმისთვის, რომ ის პროექტები, რასაც არ ხორციელებს ჩემი კოლეგა დავით სერგეენკო, ბოლომდე ადამიანამდე არ მივიდეს. თუნდაც ის პროექტი, რითიც დავიწყე, რომ ბავშვები იარონ ავტობუსით, ის პროექტიც არ განხორციელდეს. ან ისა რა ქვია, სოფლის მეურნეობის ეს ძალიან სერიოზული პროგრამა სადღაც შეფერხდეს. ეს არის ერთი ადამიანი და მის მიერ გამოშვებული საცეცები. ხან გუბერნატორების, ხან სხვა ჯგუფების სახით, რომელიც აი ამ აბლაბუდასავით უშლის ხელს ჩვენი კურსის განვითარებას და ჩვენი კურსის წინსვლას. ამ თვალსაზრისით მე ვიცი, რომ საჩხერესაც სირთულეები აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი გააკეთა ბევრი წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა. მაგრამ როგორ ბუნებრივია, ვერ იქნებოდა მაინც საჩხერელი ადამიანი, ის ადამიანი, ვინც აღიზარდა ამ მიწაზე, ვერ იქნებოდა ბედნიერი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ქონდა, იმიტომ რომ გვერდით სოფლებში, სხვა ადგილებში ქართველებს ჰქონდათ პრობლემა. და შარშან თუ გახსოვთ, თავარი დარტყმა თქვენზე იყო მოტანილი.
თავარი აი ეს გარყვნილი იდეოლოგია საით იყო მიმართული, რომ აქ დაერტყათ ბიძინა ივანიშვილისთვის. აქ დაერტყათ მისი კურსისთვის, ასე რომ თავარი კონცენტრაცია იყო საჩხერეზე. მაგრამ ყველაზე დიდი მარცხინათ არ განიცადეს და ეს ბუნებრივიც არის. და დღეს იმისთვის რომ შენარჩუნდეს საქართველოს ბუნებრივი გზა, იმისთვის რომ აღარასდროს აღარ მოინდომოს ვინმე რომ ქართველი გადააკეთოს, ზნე შეუცვალოს, უთხრას რომ შენ არ უნდა იცხოვრო შენი ცხოვრების წესით, მოაშოროს მიწას, ოჯახები დაყოს, რომ ერთი იქეთ წავიდეს სამუშაოდ, მეორე იქეთ და ბავშვები იზრდებოდნენ ბებიებთან და ბაბუებთან. იმისთვის რომ ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრე გამოვლინდეს კიდევ ერთხელ და გამოფწყინდეს, წელში გაიმართოს და გავაღდეს. იმისთვის რომ ის კურსი, რომელზეც საუბრობთ, რომ წელს იქნება რთული, მომავალ წელს იქნება უკეთესი, მაგრამ რეალურად 3 წელში გავიმართებით მართლა წელში ეს განხორციელდეს და აღარასდროს პოლიტიკოსებმა არ მოგატყუონ და არ გითხრან, რომ არჩევნების მეორე დღეს იწყება რაღაც სანუკვარი ქვეყანა. აი სწორედ ამისთვის ძალიან მინდა ბევრ ჩემ ახლობელს, რომელსაც აქ ხედავთ, ჩემ მეგობრებს, მენდოთ მე ისე, როგორც მენდომე ბიძინა და როგორც მენდომე კოალიცია. მენდოთ ძალიან აქტიურად მანამდე, რადგანაც თქვენ ხალხი გისმენთ, მოუწოდოთ მათ ამ ადამიანებს, რომ სირცხვილი იქნება, რომ ჩვენ უბრალოდ მოვიგოთ 27-ში. 27-ში ჩვენ უნდა ისე მოვიგოთ, რომ აღარასდროს ამ ქვეყანაში სიტყვა კოჰაბიტაცია აღარასდროს აღარ იყოს. და ჩვენ ნამდვილად მოვიგებთ და მოვიგებთ ძალიანძლიერად, იმიტომ რომ მე ვხედავ ამ ძალას, რომელიც თქვენ გააქვთ, რომელსაც ყველა იმპერია შეასკდა და რომელსაც ვერსეთმა პოლიტიკოსმა ვერასდროს ვერ მოატყუა დიდი ხნით. კიდევ ერთხელ 27-ში მოვიდეთ, შემოვხაზოთ 51 და მოვიგოთ და გავიტანოთ ბოლომდე. ძალიან მიყარდათ. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო საჩხერებო. ჩვენ ყველანი ერთად 27 ოქტომბერს სწავლობთ